სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში ალბათ ერთხელ მაინც გინახავთ სცენა, თუ როგორ შორდება ასტრონავტი კოსმოსურ სადგურს ერთი დაშვებული შეცდომის გამო. საინტერესოა, რამდენად რეალურია მსგავსი სცენარი და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ასტრონავტი კოსმოსში მარტო დარჩება. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რატომ მუშაობენ ასტრონავტები სადგურის გარეთ. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ კოსმოსში გაფრენა ორბიტაზე ტურისტულ ექსკურსიას უფრო ჰგავს ვიდრე რთულ მისიას, მაგრამ სინამდვილეში გარკვეული დროის დედამიწის მიღმა გატარება უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული. საერთაშორისო კოსმოსური სადგური უზარმაზარი სამეცნიერო კომპლექსია, რომელიც მუდმივ მოვლასა და ყურადღებას საჭიროებს. გარეთ ათობით სხვადასხვა სისტემაა: მზის პანელები, ანტენები, სენსორები, კამერები და ექსპერიმენტული დანადგარები. ზოგიერთ მათგანს პერიოდული შეკეთება სჭირდება, ამიტომაც ასტრონავტებს ხანდახან სადგურის დატოვება უწევთ. ამ ოპერაციებს კოსმოსური გასეირნება ეწოდება. თითოეული ასეთი მისია საგულდაგულოდ არის დაგეგმილი. მომზადებას ხანდახან რამდენიმე თვე სჭირდება, რადგანაც მცირე შეცდომასაც კი შეიძლება სერიოზული შედეგები მოხვდეს. როდესაც ასტრონავტი სადგურს ტოვებს, ის ისეთ გარემოში ხვდება, სადაც ყოველი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. კოსმოსური გასეირნების დროს ასტრონავტი სპეციალური ტროსით ყოველთვის სადგურზეა მიმაგრებული. მაშინაც კი, თუ ადამიანის შემთხვევით წონასწორობას დაკარგავს, ის ღია კოსმოსში არ აღმოჩნდება. საინტერესოა ის ფაქტი, თუ რატომ არის კოსმოსში კონტროლის დაკარგვა მარტივი. საქმე ისაა, რომ დედამიწაზე ნებისმიერი მოძრაობა სწრაფად წყდება. თუ ობიექტს უბიძგებთ, ის გარკვეული დროის შემდეგ გაჩერდება, მაგრამ კოსმოსში ყველაფერი სხვაგვარადაა. რამდენიმე სანტიმეტრიანი დაშორებაც კი საკმარისია იმისთვის, რათა კოსმონავტმა სადგურზე დაბრუნება ვეღარ შეძლოს. კოსმოსში მხოლოდ ერთი არასწორი მოძრაობის გამო ადამიანის სხეულმა შეიძლება ბრუნვა დაიწყოს. გარეძალის გარეშე ასეთი ბრუნვის შეჩერება თითქმის შეუძლებელია. ახლა კი წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომელიც ალბათ ყველა ასტრონავტისთვის კოშმარული იქნებოდა. რა მოხდება, თუ ასტრონავტი დამცავი ტროსის გარეშე სადგურის გარეთ არსებულ ღია სივრცეში აღმოჩნდება? პირველი რამდენიმე წამის განმავლობაში მან შეიძლება ცვლილება ვერც კი იგრძნოს, რადგანაც კოსმოსში მოძრაობა თითქმის შეუმჩნეველია. რამდენიმე წამის შემდეგ ასტრონავტი მიხვდება, რომ ის სადგურს ზედმეტად დაშორდა. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იწყება. პირველი, რაც მან უნდა გააკეთოს, სხეულის ბრუნვის შეჩერებაა, რადგანაც თუ ის თავისი ღერძის გარშემო ბრუნვასგან აგრძობს, მოძრაობის კონტროლი გაცილებით რთული იქნება. ასეთ დროს ასტრონავტს რეაქტიული სისტემის გააქტიურება შეუძლია, რათა მან მოძრაობის მიმართულების შეცვლა შეძლოს. თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა, ასტრონავტი სადგურზე დაბრუნებას შეძლებს, მაგრამ თუ სისტემამ წყობრიდან გამოვა ან ადამიანი პანიკაში ჩავარდება, მაშინ შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდეს. ასეთი შემთხვევებისთვის რამდენიმე შესაძლო სცენარი არსებობს. ზოგჯერ მოძრაობის ტრაექტორია დაღმასვლას იწყებს. ეს იმიტომ ხდება, რომ დედამიწა ორბიტაზე მყოფ ნებისმიერ ობიექტს იზიდავს. თუ ასტრონავტი დაღმავალ ტრაექტორიაზე აღმოჩნდება, ის ატმოსფეროს ზედაფენებში შევა. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება გადარჩენის შანსს გავდეს, მაგრამ სინამდვილეში მოვლენების ასეთი განვითარება ნებისმიერი ადამიანისთვის საკმაოდ სახიფათოა. როდესაც ობიექტი ატმოსფეროში მაღალი სიჩქარით შედის, მის წინ არსებული ჰაერი იკუმშება. ამ დროს ტემპერატურა რამდენიმე 1000 გრადუსს აღწევს. კოსმოსური ხომალდები სპეციალური თბოიზოლაციური ფილებითაა დაცული. ასტრონავტების ეკიპირებას კი მსგავსი დაცვა არ გააჩნია. ამიტომაც ადამიანი იქამდე დაიწვება, სანამ ის დედამიწის ზედაპირს მიაღწევს. მეორე სცენარის თანახმად, ასტრონავტი მოძრაობას ღია კოსმოსში გააგრძელებს. თავიდან სადგური ნელ-ნელა დაპატარავდება. შემდეგ კი ის ასტრონავტის თვალთახედვიდან მთლიანად გაქრება. ამ ეტაპზე ადამიანი ვარსკვლავების პირისპირ მარტო დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ სკაფანდრი და ეკიპირება ჰაერს და სიცოცხლისთვის შემანარჩუნებელ სისტემებს შეიცავს, მისი რესურსები შეზღუდულია. ჟანგბადის მარაგი მხოლოდ რამდენიმე საათია გათვლილი. როდესაც მარაგი ამოიწურება, სუნთქვა შეუძლებელი გახდება. ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ სხეული კოსმოსში მომენტალურად იყინება, მაგრამ ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გამოსხივებაა. ატმოსფეროს გარეთ გამოსხივების დონე დედამიწაზე არსებულ დონეს ბევრად აღემატება. გარდა ამისა, საფრთხეს მცირე ზომის მეტეორებიც წარმოადგენენ. ეს პატარა ნაწილაკები კოსმოსში წარმოუდგენელი სიჩქარით მოძრაობენ. ასტრონავტის ეკიპირების ზედაპირის დაზიანება ქვიშის პატარა მარცვალსაც კი შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ ეკიპირების მთლიანობა დაირღვევა, მასში არსებული წნევა მკვეთრად შეიცვლება, მაგრამ რისკის მიუხედავად, კოსმოსური სეირნობა რეგულარულად ხორციელდება. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გახსნის შემდეგ ასობით ასეთი ოპერაცია ტარდება. თითოეული მათგანი დედამიწიდან კონტროლდება. მისიის მართვის ცენტრი ასტრონავტის მოძრაობას, წნევას, ტემპერატურას და ჟანგბადის დონეს აკვირდება, მაგრამ საფრთხე ასეთ შემთხვევაშიც კი არსებობს, რადგანაც ზოგჯერ ისეთი სიტუაციები წარმოიქმნება ხოლმე, რომელთა წინასწარ პროგნოზირებაც შეუძლებელია. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ეპიზოდი იტალიელ ასტრონავტ ლუკა პარმიტანოს უკავშირდება. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მორიგი გასვლითი მისიის დროს მოულოდნელი რამ მოხდა. თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ დაახლოებით 1 საათის შემდეგ
პარმიტანოს უცნაური შეგრძნება დაეუფლა. ჩაფხუტზე წყლის რამდენიმე წვეთი გამოჩნდა. თავიდან მას ეგონა, რომ ეს კონდენსაცია იყო. ასტრონავტმა ხედველობა თითქმის მთლიანად დაკარგა, მაგრამ ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ იყო. წყალი დინებას კვლავ განაგრძობდა. სკაფანდრი ფაქტობრივად წყლის რეზერვუარად გადაიქცა. ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი სისტემის გაუმართავობა გახდა. სასუნთქი გზების სრულიად დაბლოკვის შემთხვევაში ასტრონავტი დაიხრჩობოდა, მაგრამ საბედნიეროდ მან სადგურზე დაბრუნება მაინც შეძლო. ამ ინციდენტმა აჩვენა, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს ყველაზე კარგად დაგეგმილი მისიებიც კი. კიდევ ერთი ცნობილი შემთხვევა 1965 წლის 18 მარტს დაფიქსირდა. იმ დღეს საბჭოთა კოსმონავტმა ალექსეი ლეონოვმა კოსმოსური ხომალდი ვოსხოდორი დატოვა. მან კოსმოსში დაახლოებით 12 წუთი გაატარა, მაგრამ როდესაც დაბრუნების დრო დადგა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. კოსტუმი მოულოდნელად გაიბერა. კოსმონავტი საჰაერო ბლოკში ვეღარ ეტეოდა. მისი სადგურზე დაბრუნების ყოველი მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა. ყოველი გასული წუთის შემდეგ სკაფანდრში არსებული ჟანგბადის მარაგი კიდევ უფრო მცირდებოდა. ბოლო მომენტში ლეონოვმა სარისკო გადაწყვეტილება მიიღო. მან კოსტუმში წნევაში ამცირა. ასეთი გადაწყვეტილება მისი სხეულისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში ის სადგურის გარეთ მოკვდებოდა, ასე რომ რისკი გამართლებული იყო. საბოლოოდ მან სადგურზე დაბრუნება მოახერხა. თუ გავითვალისწინებთ რისკის მაღალ დონეს, საინტერესოა თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა კოსმოსური პროგრამის ფარგლებში. კოსმოსური ფრენების ისტორიაში 18 ასტრონავტის გარდაცვალება ფიქსირდება. ტრაგედიების უმეტესობა დედამიწაზე ან მასზე დაბრუნების დროს მოხდა. ყველაზე ცნობილი კატასტროფები აპოლო 1-ის ავარია, ჩელენჯერის ეკიპაჟის დაკარგვა 1986 წელს და 2003 წელს მომხდარი შატლის აფეთქება. თითოეულმა ამ ტრაგედიამ კოსმოსური ინდუსტრია სამუდამოდ შეცვალა. ამ კატასტროფების შემდეგ ინჟინრებმა უსაფრთხოების სისტემები და ეკიპაჟის მომზადების პროცედურები გააუმჯობესეს. დროთა განმავლობაში კოსმოსური ფრენები ბევრად უსაფრთხო გახდა, მაგრამ წარმატებული მისიის შემთხვევაშიც კი ორბიტაზე ხანგრძლივი ყოფნა ადამიანის ორგანიზმზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ერთ-ერთი ეფექტი მხედველობის დაქვეითებაა. ნულოვანი გრავიტაციის პირობებში ორგანიზმში სითხეები განსხვავებულად ნაწილდება. სითხის ნაწილი თავისკენ ინაცვლებს, რაც თვალის არეში წნევას ზრდის. ამის გამო ზოგიერთ ასტრონავტს მხედველობის პრობლემები აღენიშნება. კიდევ ერთი პრობლემა კუნთოვანი მასის დაკარგვაა. დედამიწაზე კუნთები მუდმივად გრავიტაციის საწინააღმდეგოდ მუშაობენ. კოსმოსში კი ასეთი დაძაბულობა არ არსებობს. ამიტომაც კუნთები ეტაპობრივად სუსტდება. იგივე ხდება ძვლების შემთხვევაშიც. ორგანიზმი ძვლოვანი ქსოვილიდან კალციუმის გამოდევნას იწყებს. ამ ცვლილებების თავიდან ასარიდებლად ასტრონავტები ყოველდღიურად ვარჯიშობენ. ზოგიერთი ვარჯიში შეიძლება დღეში 2 საათსაც კი გაგრძელდეს. ნულოვანი გრავიტაცია სხეულზე უფრო მოულოდნელი გზებითაც მოქმედებს. ზოგიერთი ასტრონავტი ეგრეთ წოდებულ კოსმოსური მოძრაობის ავადმყოფობას განიცდის. ამ დროს ადამიანმა შეიძლება განიცადოს თავბრუსხვევა, გულისრევა და კოორდინაციის დაკარგვა, თუმცა ორგანიზმი, როგორც წესი, ადაპტაციას მსგავს გარემოსთან რამდენიმე დღეში გადის. შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ კოსმოსში კიდევ ერთ საფრთხეს ცრემლები წარმოადგენს. დედამიწაზე გრავიტაციის წყალობით სითხე სახეზე ჩამოდის, მაგრამ ნულოვანი გრავიტაციის პირობებში გავსი რამ არ ხდება. წყლის წვეთები თვალების გარშემო გროვდება და ბუშტებს ქმნის. კანადელმა ასტრონავტმა კრის ჰატფილდმა ერთხელ ამ ეფექტის დემონსტრირება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სცადა. სადგურზე მსგავსი პრობლემის მოგვარება მარტივადაა შესაძლებელი, მაგრამ კოსმოსური სეირნობის დროს სითხეს მხედველობის დაბინდვა შეუძლია. კოსმოსში კი ცუდი ხილვადობა შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს. როგორც ხედავთ, კოსმოსი ადამიანებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გარემოს წარმოადგენს. სადგურის მიღმა გადადგმული ყოველი ნაბიჯი ასტრონავტისთვის შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს და მაინც არსებობენ ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან კოსმოსში დაუფიქრებლად გაფრინდნენ. ეს ყველაფერი კი ალბათ იმიტომ ხდება, რომ კოსმოსის შესწავლის სურვილი ადამიანებში ნებისმიერ საფრთხეზე მაღლა დგას. გაბედავდით კოსმოსში გაფრენას. დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში. ხოლო თუ მოგეწონათ ვიდეო, ისი და ლაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რადგანაც თქვენი აქტიურობა არხის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.